მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დღესაც ერთი თვის შეჯამებას ინტეგრირებული გაკვეთის შემოგთავაზებთ. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება დედაენა. პატარები შესაძლებელად წარმოგიჩენთ დედაენის სიყვარულს. დავიწყოთ. დედაენა ყოველი ჩვენგანი სიგია, სვედროში ქართული ენის სერებას აღზარული იყო. ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, მაგრამ ამიჯად გამოვიდა ასპარეზზე იაკობი და შეგვიქმნა ცოლის წყარო დედაენა. ერთ-ერთი მსოფლიოში არავის ლაპარაკო ენა, მხოლოდ დაწერება 14. მხოლოდ ერთ-ერთი კი ქართული ენა, რაც ჩვენ გვახდებს. ქართული ამბარი უძველესია, ამბობენ, რომ ის დიდი ხნის წინ მეფე ფარნავაზმა შეფარნავაზ თავობა შენიეთ ქართველ წიგნი პირველი შენავდა ეს ერთობანი თუმცაწესი და დღეს ქართულ ანბანში 33 ვერა, ხოლო ნაძრი 38 ვერა. აქედან 5 ხანია, ხოლო და მაგითან ხმოა. ხოლო ელასოს აქვს თავისი სახელი, აშქვია ანი, უშქვია ბანი, ხოლო ამ სახელისგან შეიქმნა ამბანი. 100 წლის წინ იაკობ გოგებაშვილმა პატარებისთვის ადრე შესასწავლა წიგნი შეგვიდგა, მას დედაენა ჰქვია. დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია, დედასავით თბილია, დედასავით თბილია. ატბერმა ხალხმა თავისი საყვარელი წერას ძეგლი დაუდგა. დედაენა შვილია რუსთაველი შეუძლია ხალხმა იცოცხლო. მიქაი. დღეს ქართულ ამბარში 33 ვერა, ხოლო ადრე 38 იყო. დედაენა სიტყვის კოლაზი სხივებით ნართული და შაქური და თაფლი დედაენა ქართული. დედაენა სიხრი მოსურსურა პრაცანა აინია აინგიდი აინელესა ოქროსმიან სიმება გულში ამოხარკული დედიზუზუ მეორე სიყვარული პირველი ჩვენთაგონი შემომწარე გალობელი როგორც მერცხლის კოხტაგუდე, ჩემი სახე საიგებ, ისევ შენი წიგნის ფუძეს აიგია. და ქართველოს უკავება მოჩქებს გადაილია დედაშავ შეუყარებს აი. მამალი თაობები აიულია, სული ხდება ჩვენს მამულში აია.
შეგვიძლია
სიტყვაზე მოვიფიქროთ რაიმე წინადადება. აბა, მოვიფიქროთ, აბა რატო ვზივართ ასე? შეშა რა შვება? ყოჩა, შეშა იწვის, რამდენ სიტყვიანია ეს წინადადება? რამდენ სიტყვა? შეშა იწვის. ნახე, შეშა იწვის. ორი სიტყვა, ყოჩა, ორი სიტყვა ამ წინადადებაში. შეშა იწვის, ყოჩა. ჩვენ ყოჩა, ამოვიკითხოთ ასო, რა სიტყვა? ყოჩა, თასი, ამ სიტყვაზე წინადადება მოიფიქრი აბა. აბა რა შეგიძლია მოიფიქრო ამ სიტყვაზე? თასი. უი, რა კარგი მიჩი ხარ. თასი ჯორჯერია, რამდენ სიტყვიანია ეს თქვენი წინადადება? ორი სიტყვიანი. ყოჩა. აი, ამ სამართლიშოს ძალიან კარგად გავართვით თავის სამივე გუნდმა. აი, ამიტომ ვარსკვლავები დავიმსახურეთ. თითო ვარსკვლავი დაიმსახურა თითო ჯგუფმა. აბა ნახოთ. აი, მომდევნო სამართლიშოს ეს ჯგუფის არის მთლიანად თქო გუნდებში. კარგი, აბა ჩვენ მოვისმინოთ. მოისმინეთ ბავშვებო. ბავშვებო, ჩვენ პატარა მოთხრობებს ვკითხულობ. ყურადღებას უგადავიტანთ ვარსკვლავზე, თორემ ახლა დავარიგებ ამ ვარსკვლავს. ჩვენ მოთხრობები ვისწავლეთ და ვაანალიზებთ ამ მოთხრობებს, ხომ განვიხილავთ, კითხვებს ვსვამთ ამაზე. რომელი მოთხრობები ვისწავლეთ? მათე, აბა შენ რომელი მოთხრობა შეგიძლია მოვუყვე ჩვენ? გავაცნოთ ჩვენს განსწავლებს და ჩვენს სტუმრებს. მათე, ეს სიტყვა აღარ გჭირდება. მათე, აბა თუ შეგიძლია რომელიმე მოთხრობა მოვუყვე და გავაანალიზოთ შემდეგ ეს მოთხრობა. ჩვენ ვისწავლეთ იოანე და ექვთიმე, ჩვენ ვისწავლეთ რა, გამახსენეთ კიდევ ლომი და თავი. დაკარგული ბავშვი. აბა დაიწყე მათე. იოანე და ექვთიმეს თუ მოგუყვები, შემდეგ აბა როგორ მოგუყვები? შემდეგ დანარჩენმა ჯგუფის წევრებმა განიხილონ ეს, ხო? აბა იოანე და ექვთიმე საცხოვრებელად. იოანე და მოусმინეთ. ავიდნენ საცხოვრებლად ათონის მთაზე. დიახ. მონასტერში ხომ შეგიძლიათ შეახსენოთ თქვენ რომ კარგად გამოვიდეს მოყოლილი. აბა მე ადე კიდე ადე. ოჩა, აბა თქვი ხმამ ახლა რა? თავისი ენა? მოენატრათ და ვის დავიწყდა? ვის დავიწყდა? თავისი ენა. რომელი ენაზე საუბრობდნენ ისინი? ქართული, საქართველოს ენა დავიწყდათ, ხო? გამოჯანმრთელებიო, ყოჩა, მე ამ დროს მოვიდა მამა და გამონჯანმრთელებული დახვდა. აი ეს მოთხრობა გაგვაცნო ჩვენ მათემ. აბა ვინ იყვნენ იოანე და ექვთიმე ერთმანეთისთვის, ბავშვებო? არა, იოანე და ექვთიმე. ყოჩა, მამაშვილი საწავებდნენ საცხოვრებლად, აბა რა გავიგე? მონასტერში საცხოვრებლად. აი იოანეს შვილს ექვთიმეს გადაარჩინა რა დაერჩინა ექვთიმეს.
რა დაახვედრა? გამოჯანმრთელებული დახვდა მამას, ხო? და შეგვიდნენ წიგნობარიც გახდაო ჩვენ ვისაუბრეთ ამას. კარგი, მოდი ამ გუნდმა მინდა ეხლა მომიყვეს ერთი მოთხრობა. ჩვენ კიდევ რა მოთხრობები განვიხილეთ? და ვისწავლეთ დააკარგული. აბა შენ თუ შეგიძლია მომიყვეს მოთხრობა. მოდი ეხლა ამას მოვა. მე შენს რაღაც გააკეთე. 5 წლის ბავშვი ბაზარში დაიკარგა. დიახ. დედა ჩემი ვინც ყველაზე უკეთესიაო რა გავიგეთ ამ მოთხრობიდან რომ რამხელა იყო ეს ბავშვი რამხელა ბავშვი დაიკარგა რამდენი 5 წლის ბავშვი იყო სად დაიკარგა რა დღე იყო სად დაიკარგა ბაზარში დაიკარგა ეს ბავშვი და რა თქვა ბოლოს დედა მოვისმინოთ ბავშვებო რა თქვა ბავშვმა რა ვინც ყველაზე უკეთესია რაიმე ანდაზა ხوار შეგვიძლია ამაზე მოვიფიქროთ მოიცა არა ანდაზა კარგი დედის გულის ვარდიაო ზუსტადაც ეს კარგი შვილი იყო ძალიან დედის გამხარებელი ხო და დედა უყვარდა ძალიან ჩვენც ასე უნდა ვუყვარდეთ ჩვენი დედა დაჭიროდა აი მესამე მოთხრობა მესამე კარგი ბიჭი ხარ ძალიან. აბა მესამე მოთხრობა მათანსა არ დაუჯერებთ. უილის თქმელსო დიახ, ბევრი ანდაზა შვილი მათანსა არ უილის თქმელს. შავი შარში კარგი, რადგან ანდაზებს გადავიდით, ანდაზების ვთქვათ, მალე ვიტყვით ანდაზებსაც. მოდი ამ გუნდიდან აბა დიახ, კარგი ბავშვები ხართ. აბა ერთ-ერთმა მინდა მომიყვეს კიდევ. რა მოთხრობა ვისწავლეთ ჩვენ კიდევ? ლომიდან ხო შეგიძლია მომიყვეს მოთხრობა. აბა წამოდიხარეთ, ცოტა მოგიხერით. შეძინა, თავმა გადაურბინა, ლომმა გაიღვიძა და დაიჭირა თავი. თავმა უთხრა, გამიშვიდა გაჭირვებაში დაგეხმარებიო. ლომს მახე დაუბერდა დაუძახა თავის მეგობარს თავს და გაღიღანა თავგუმა თოკი და გადაარჩინა თავის მეგობარი ლომი ხერხი ჯობია ღონესა თუ კაც მოიგონა აი ეს ხერხი მოიგონა ანდაზაც მივაყოლეთ ხო ეს ხერხი მოიგონა გამიშვიდა გაჭირვებაში დაგეხმარებიო ეს ხერხი იყო მისგან მოგონი შენი ბავშვები ხარ ენყავდა რაღაცი და ანგრამ შენ ელაკური მუსიდა ეს სურათის აღწერაც გავაკეთებ. კარგი ბიჭი ხარ ძალიან. კარგით ბავშვებო, ჩვენ კიდევ ანდაზები ვისწავლეთ. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე ანდაზა? ხერხი ჯობია. ავდგეთ, ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებს. ეთილი გული. ყოჩა. და გული. შენ შვიდობით მიდიო. კიდევ ხოლმე გავიხსენოთ. ძალიან კარგი ბავშვები.
გააჭირილი დაიწყო ხომ ეს სურათი გავია მონათა თუ კაც გაიგონე არ უნდა მივისაკეთოთ მაგას რომელიც შეესაბამებოდა ის ანდაზა მიუსაკავოთ ხო მოდით გადავიდეთ ახლა მათემატიკაზე ბავშვებო მათემატიკაში ბევრი რაიმე გავიგეთ და გავაკეთეთ ჩვენ ვისწავლეთ მოდით პირველი სავარჯიშო ასეთი მინდა დავიდო გუნდებს აი ამას გაქვია ბავშვებო რას რიცხვთა კიბის შევსება ვიცით ჩვენ ხო აბა მოდით აი პირველი ეს იყო თქვენი აი ეს აი ეს შეშიასე აბა რიცხვთა კიბებო შესავსები და განსხვავებული ხარი გვაქვს შობრენფარი არ მაქვს რამდენად სწორად შევაცვით ჩვენ ვიმსჯელოთ რა უნდა ჩაწეროთ ოჩა ახლა ვიწყებთ ჩვენ წერას ციფრები ექვსი აბა გადააკეთე შენ თვითონ თუ დაწერს სწორად მეორე დაწერე სწორად აქეთ დაწერე სწორად ხო დაწერე მაინც გაიგებე აი ოჩა ამას ხაზი გადავუსვ შენ თვითონ ხო აი ასე პირველი გუნდი გაუკლავდა თავის სავარჯიშოს რა ციფრები მქონდა ამოვიკითხოთ რა ციფრები მქონდა ამ რიცხვთა კიბეზე გამოტოვებული 3 4 და 6 შევავსეთ ეს ხო ძალიანაც კარგი აბა მეორე ჯგუფი როგორ გაუკლავდება ამ სავარჯიშოს შევთანხმდით და ჩაწერეთ ხო ძალიან კარგი ჩვენს რიცხვთა კიბეს რა ციფრებია ოჩა 2 4 და 6 შევავსეთ ძალიან კარგი ჩვენც დავამტყავთ ჩვენი რიცხვთა კიბე რომელი ციფრები აქვს აბა 1 3 და 8 და შევავსეთ სწორად ეს რიცხვთა კიბე ძალიანაც კარგი აი ამისთვისაც თქვენ კიდევ დაიმსახურეთ აუცილებლად მოგცემ გაკვეთილ მომდევნო სავარჯიშო კი რა ვისწავლეთ ჩვენ ამას რა ქვია მიმდევრობები უნდა ამოვიცნოთ ფიგურას რომელი ფიგურა მოსდევს ხომ ამოვიცნოთ და დავხაზოთ კარგი პირველი დავარიგოთ აბა როგორ ამოვიცნოთ ამ მიმდევრობებს ჩვენ აბა ნახოთ ანტალია მე ამიტომ დავდივარ. მოდი ახლა მოდი ჩაწეროს. ავთომ ჩაწეროს. მოდი აბა ავთო დაეხმაროს. ეს შენ გამიკეთე. კარგია? ბიჭო, ეს შენ გამიკეთე. დაითვალე შენ რა უნდა ჩაწერო. დაეხმაროს. აი ეს მიეცება გააკეთე ეს შენება შეავსეს აი ასე შევთანხმდეთ და ისე ჩავწეროთ არ შეგვეშალოს ოჩა კარგი მეორე მოდი ნიკოლოს შენ გააკეთე ეს მე რა გააკეთე აი
ძალიან კარგი. მოდით მომდევნო ჯგუფმა როგორ გააკეთა ეს სავარჯიშო. შევთანხმდით ბავშვებო. აბა შეგვიძლია წავიდეთ ჩვენი მიმდევრობა? ესე იგი ამ მიმდევრობას რა ატყდა? ჩვენ ეს ჩავამატეთ, ხო? მომდევნო მიმდევრობა როგორი იყო? თითო ფიგურა იყო, ხო? აბა როგორი იყო? აი, აქ წერტილები გვაქვს და ესე შევავსეთ, რომ მიმდევრობა სწორად გავაკეთოთ. ძალიან. აბა მომდევნო ფიგურა როგორ დაარწეს? ტექნიკა გაქვს. აბა მომდევნო. აი ესენი ჩავამატეთ, ხო? ჩავამატეთ, ხო? და ჩვენც ეს სავარჯიშო ძალიან კარგად გავაკეთეთ. წაიკითხე შენი სავარჯიშო. წრე. ეს რა ფიგურაა, საბა? რომბი. კარგი ბავშვები ხართ, რომბი და შემდეგ ერთი ხაზი მქონდა დახაზი. ბავშვები, ამის შემდეგ მე მინდა ეხლა დაფასთან გამოვიდეთ თითოეული და დავხაზოთ თითო ფიგურა მაინც. როგორ ვხაზავთ ჩვენ და როგორ ვხმაროთ ფანქარს. აბა დავიწყოთ. ბატო, მოდი აბა. ბატო, მოდი შენ დაგვიხაზე წრე. აბა რამდენად გაიხაზე? აი ასე, ყოჩა. აბა მოდი საბა შენ სამკუთხედი დაგვიხაზე. მოდი. ნიკოლო. სამკუთხედი, აბა როგორ ჩაგვიხაზავ სამკუთხედს? ყოჩა, საბა. ყოჩა. აბა ნიკოლოს, მოდი მონაკვეთი დამიხაზე შენ. მონაკვეთი ხომ იცი როგორია? აბა დავიქდი. სამკუთხედი როარ, ხო? ნახე, მონაკვეთი. აი ეს ერთი ხაზი და შემდეგ თავი და ბოლო. თავი და ბოლო შემოსაზღვრე. მოდი წრე დამიხაზი, აბა ნიკოლოს და ეხო აი ასე. წრე დამიხაზი, აბა წრე დამიხაზე. დავხაზო. რა ფიგურაა ნიკოლოს? რა ფიგურაა? წრე. კარგი ბიჭი ხარ. აბა გამოდი. მოდი შენ წერტილის გაკეთება შეგიძლია. კი, კარგი ბიჭი ხარ. მონაკვეთი სამკუთხედიც ხომ შეგიძლია? კარგი ბიჭი ხარ. დაჯექება? მას. აბა შენ რომბი დაგვიხაზე? კი, შენც დახაზავ. აბა რა? აი ეს რომბიც დავხაზეთ. მოდი საბა. მოდი აბა. მოდი შენ წრე დაგვიხაზე, აბა თუ შეგიძლია? წრე შეგიძლია დახაზო? დახაზე წრე. აი ასე. რა არის ეს რა ფიგურა დახაზე? წრე. ეს რა ფიგურა არის? ეს რა წრეა? სამკუთხედი. ეს რა ფიგურა არის? რომბი, ხო? ეს მონაკვეთი. კარგი. დაჯექი აბა. დაჯექი, მოდი რა. დაგვიხაზე შენ, მონაკვეთი დაგვიხაზე კარგად. აი ასე. აბა ელინე გამოდი. მოდი ჩემთან. წრე დახაზე შენც. აბა. აბა ეს რა ფიგურაა ელინე? ყოჩა, ეს რა ფიგურაა ელინე? სამკუთხედი ყოჩა, ეს რა ფიგურაა? მონაკვეთი, კარგი გოგო ხარ ძალიან. მიქაი, მოდი ჩემთან. აბა დამიხაზე შენ. აი ასე, ყოჩა, 4 კუთხედი დაგვიხაზა მიქაელმა. აბა გამოვიდეთ და კვადრატი მინდა დამიხაზო. მოდი. შენ იხავ. ეკა, შენ. მოდი ეკა, მოდი. კვადრატი მინდა დამიხაზო. მოდი. კვადრატს როგორი გვერდები აქვს? 4-ე. გვერდი? ტოლი. აი ასე ჩამიხაზი აბა. 4-ე გვერდი ტოლი აქვს კვადრატს. აბა როგორი იქნება? ეს როგორი
ფიგურა დამიხაზე რა ქვია მას? ყოჩა, მართკუთხედი დამიხაზე. აბა კვადრატი ვის შეუძლია დამიხაზე? დამიხაზე კვადრატი. მე არ დავიღებია კვადრატი. არა, საერთოდ ხომ გამოიცაი. ხო, კარგი. აბა ფიგურებსაც. მე საკვადრატი. მოდი, ეხლა მოვიტან და ისევ ჯგუფებში ვიმუშაოთ. ჩვენ ამოცანების ამოხსნა ხომ ვიცით? ამოცანების ჩაწერა ვიცით. ამოხსნის ჩაწერა. რამდენად კარგად ჩავწერეთ. აი ამ ამოცანებს ჩვენ მოდით აბა დავიწყოთ როგორ ჩავწერეთ. ჯერ შევადგინოთ ამოცანა, შემდეგ დავწეროთ ჩვენ ამაზე როგორ ტოლობა დავწეროთ. Ai,
აი შემეთი თევზი მოდი სიხარულზე წაიღე გენაცვალე Mama,
გახლავთ ის მადლობას მოგახსენებისთვის. Just ჩვენ პატარები შეესწებიან რომ ამაზე შემოგთავაზოთ ლექსი. დავიცვით? აბა ეკრანი. Come, my darling, I must see. How? How you can say we already see. Pardon? Pardon. Fox. Fox. Mark.
კაი ხარ. ფილო როგორ იყო მათე? ფილო. კაი. ეკა გვეტყვის, ეკა როგორ მეტყვი, როგორ ხარ, აბა? Hello. How are you? Yes. წითელი როგორ არის, ეკა? რე. ყვითელი როგორ არის? ყვითელი. Hello. შავი როგორ არის? წვანე? ახლა დავითვალოთ ბავშვებო, აბა 5-მდე. 1 2 10-მდე დავითვალოთ. 5 6 7 8 9 10. Okay, very good. So what is your name? You say? Gabriel. Shenaba mikani Very good. What is your name, Nika? My name is What's your name? My name? Sabah. What's your name? My name is Very good. What's your name? My name? Sam. What is your name? My name is Very good. What's your name? My name is Very good. What's your name? My name is Very good. What's your name? My name is Nini. What is your name? What's your name? Very good. What is your name? My name is Very good. What's your name? My name is What's your name? My name is Mad. Very good. Your name? What's your name? My name is Very good. What is your name? My name is Very good. გამარჯობა, როგორ იყო ბავშვებო? გამარჯობა. ნახვამდის? Goodbye. Very good. დიდი მადლობა პრობლემისთვის.
მაყურებელთან ურთიერთობას და აქედან ვინც კარგად გამოიჩენს თავს და რა თქმა უნდა მუსიკალური სმენა ექნება დიდ სცენაზედაც ვიხილავ ჩვენს პარტნიორებს საერთო კონცერტში. დიდი მადლობა ყველას, რასაც ვახერხებთ ამ ცოტა დროში ხომერთვის განმავლობაში, მე მგონი ცოტა სიახლეც გაჩვენებთ. დიდი მადლობა ყველას. ეხლა გული რომ ბედნიერია, ამას რა თქმა უნდა, ცემლები ალბათ ყველას სიხარულში აგვერია და ნამდვილად ძალიან ბედნიერია ჩვენი ბაღიც და სკოლაც, რომ ესენი არიან ჩვენი აღზრდილი. ამისათვის მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ პედაგოგს, რომელიც ამათთან ესე გულით შრომობს. მადლობა მინდა უთხრა ნათია მასწავლებლებს, ლია მასწავლებლებს, მაკა მასწავლებლებს, იზა, ია მასწავლებლებს, რომელსაც დღეს რაღაც ცოტა პრობლემა შეექმნა და ვებოვიდა. ასევე ყველას, ვინც თითოეულ დღეს ატარებს ამ ბავშვებთან და ზრუნავს მათ მომავალზე და უპირველესად მადლობა თქვენ, რომ თქვენ ჩვენთან ხართ და ხარში გვიდგახართ იმაში, რომ თქვენი შვილების მომავალი ნათელი იყოს და მადლობა თქვენ პატარებო. რომ კიდევ ერთი დღე ესეთი ლამაზი, მხიარული გვაჩვენეთ და აბა თქვენიც ბევრი წარმატებები, სულ წინსვლა და სიხარული თქვენს და ჩვენ ბედნიერები და ამაყები ვეცდებით. დიდი